საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. ისრაელში შეხვედრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია გამართავენ. ვიზიტის მიზანი სამხედრო-სამრეწველო საწარმო დელტას ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი დელტა საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელი ორგანიზაციაა. დელტა ცეცხლს ასროლ იარაღს ნაღმტყორცნებს ჯავშან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს ასევე საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეცტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არაპირებს სამხედრო-სამრეწველო საწარმო დელტას ლიკვიდაციას და ბატონი მიხეილ სააკაშვილი გახლავთ შეცდომაში შეყვანილი. პირიქით, თუ კი ადრე სამხედრო საბრძოლო მანქანების ლაზიკა და დიდგორის დაგეგმვა ხდებოდა ცალკეული პოლიტიკოსების გემოვნების მიხედვით, ამჟამად დელტას რეფორმირებული მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროფესიონალ სამხედრო ინსტრუქტორებთან და ამ საქმის ექსპერტებთან, რათა გათვალისწინებული იქნას მათი კომპეტენტური აზრი